გამარჯობა, მე ვარ დამუნა მუსერიძე. თუმცა ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. ნამდვილი სახელი და გვარი სამწუხაროდ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 32 წლის წინ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იფიქრა და გადაწყვიტა და ალბათ მართალიც აღმოჩნდა იმაში, რომ მე სხვა ოჯახში უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. 2017 წელს საბედნიეროდ უკვე აღარ არის ის მდგომარეობა, როდესაც დედებს უწევთ ბავშვობის გაშვილება ან გაყიდვა, გამომდინარე იქიდან, რომ სირცხვილი ბავშვის გაჩენა უკვე საბედნიეროდ აღარ არის. ერთადერთი მიზეზი ალბათ რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიურ დედის ნახვა არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომელიც აგერ უკვე დაახლოებით 10 თვეა, რაც არ მასვენებს. გარდა ამისა, ალბათ მყავს და ან ძმა, რომლის გაცნობის სურვილიც მაქვს, მაგრამ ამის გარდა სავარაუდოდ შენ ქმარიც გყავს და არ გინდა ზედმეტი პრობლემები ოჯახში. არც მე მინდა რომ პრობლემები შეგიქმნა. მაგრამ თუ ეს ვიდეო გაზიარდება და შენ თუ ოდესმე ამ ვიდეოს ნახავ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ გამაჩინე. მეორე რიგში იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უჩნდებოდათ შვილი, ძალიან დიდი ბედნიერება მიანიჭე. მესამე რიგს მოდი პირადად ოდესმე თუ შეგხვდები, მე რეგეტყვი. დაახლოებით 1 თვეა, რაც პროფილი გავიდა ეთერში და მართლა იმედი მქონდა, რომ ვიღაც მაინც გამოჩნდებოდა, თუმცა საერთოდ არავინ გამოჩინილა. არავის დაურეკავს, არავის მოუწერია. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. თუ შენ ახლა მიყურებ და თუ ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია ძალიან მშვიდად, თანაც ჩუმად გავამეხმაურო და მე პირობას გაძლევ, რომ პრობლემებს ნამდვილად არ შეგექმნი და არაფერს გავაგებინებ. აგრეთვე პირობას გაძლევ იმისას, რომ არ განგიცხავ და არ გავბრაზდები, იმიტომ რომ შენ ნამდვილად მომანიჭე მე ძალიან დიდი ბედნიერება იმით, რომ ესეთ არაჩვეულებრივ ოჯახში მომახვედრე. თუმცა ძალიან უცნაური ფაქტია ის, რომ პირველად შევხვდი 3 მარტს დედაჩემის გარეშე, აღზრდელი დედის გარეშე და პირველად მქონდა ძალიან უცნაური შეგრძნება, გაურების შეგრძნება. ამ შეგრძნებას ალბათ ვერასდროს მოვიშორებ, მაგრამ გაურკვევლობის, დაძაბულობის და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია რომ მიხსნა, ისევე როგორც შენი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან. აგრეთვე შეგიძლია ზედმეტი ფიქრებისგან გადამარჩინო, იმიტომ რომ ბევრს ფიქრობ და ცუდად ფიქრობ. ვეძებ იმას, ვისაც არ უნდა, რომ იყოს მოძებნილი და ვინც სავარაუდოდ იმალება. მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, მადლობელი ვარ კარგი ოჯახისთვის და ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ჩუმად, ანონიმურად მაინც გავამეხმაურებ.